მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს ვნახოთ ჩვენ თუ რას ფიქრობს თქვენ შესახებ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ადამიანი არ არის აუცილებელი რომანტიული ასპექტით და დღეს გაშლა გვექნება სამ ვარიანტიანი და ვნახოთ აბა, დავარიგებ ახლავე ვარიანტებს. ჩაიფიქრეთ, კონცენტრირდით ამ ადამიანზე. შეგიძლიათ ორი ადამიანიც კი ჩაიფიქროთ, მაგრამ ორზე მეც არ გირჩევდით. და დავარიგოთ, აბა, ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენს შესახებ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. რას ფიქრობს პირველი ვარიანტის ჩაფიქრებული პიროვნება, მეორე ვარიანტისა და მესამე ვარიანტი. ქვებსაც ახლავე დავარიგებ. იმიტომ რომ ვიცი, ბევრს გიჭირთ ასე შერჩევა. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ, თუ გჭირდება დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და მაშასადამე ფიქრობ გააკეთებდით არჩევანს, დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, ეს პოსტი. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენთან რა ხდება აბა? რას ფიქრობ ჩაფიქრებული პიროვნება და ქურუმი კაცი. პირველ რიგში აქ ადამიანი აშკარად გრძნობს თქვენთან რაღაც გარკვეულ სულიერ კავშირს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ვინ ჩაიფიქრეთ, მეგობარი, ამხანაგი, რომანტიული ასპექტით კონკრეტული ადამიანი თუ პარტნიორი. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ადამიანი თქვენ გხედავთ როგორც საკმაოდ ჭკვიან ადამიანად, კი რაღაცეებში არ გეთანხმებათ სხვათა შორის, თითქოს თქვენი და მისი ფილოსოფია ძალიან ბევრ რაღაცაში შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ მის თვალში ხართ საკმაოდ განათლებული ადამიანი, საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი და ისეთი ადამიანი, რომელთანაც შეუძლია მივიდეს მაშინ, როდესაც სჭირდება ყველაზე კარგი და ყველაზე საუკეთესო რჩევა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა, რას ფიქრობს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ შესახებ. ვნახოთ აბა. ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ცოტა თქვენგანის შემთხვევაში აქ ადამიანს თქვენთან ოჯახის სურვილით შეიძლება ჰქონდეს. თუმცა გავიმეორებ, ეს ყველას არ ეხება, ეს ერთეულებთან რეზონირდება. უმეტესობასთან აქ რა ფიქრები არის? პირველ რიგში რჩევასთან დაკავშირებით მე უკვე გითხარით, რომ თქვენ შეიძლება ამას ასე ვერ ამჩნევდეთ, მაგრამ ადამიანი თქვენ გხედავთ როგორც მრჩეվել ადამიანს, როგორც ადამიანს, რომელმაც ნახა ბევრი, როგორც ადამიანს, რომელმაც გადაიტანა ძალიან ბევრი რამ, რომელსაც აქვს საკმარისი განათლება, ხო? და პლუს ამასთან ერთად ადამიანი თქვენ გხედავთ როგორც ადამიანს თანამგზავრს, რომელსაც თქვენ თითქოს ეს ადამიანი გაგყავთ, ხელს კიდევთ და გაგყავთ რაღაც გარკვეული ნეგატივისგან, რაღაც ნეგატიური გამოცდილებებისგან, ნეგატიური ფიქრებისგან, შესაძლოა უცოდინრობისა თუ რაღაც მენტალური გალიისგანაც კი. სხვათა შორის აქ არ გამოვრიცხავდი იმასაც კი, რომ თქვენ ამ ადამიანს რაღაცას ასწავლით, მაგალითად მისი მასწავლებელი იყოთ რაღაც კონკრეტულ სფეროში. და კვერთხების რაინდი. მატერიალური ასპექტით, ვნების სურვილები იგრძნობა თქვენთან მიმართებაში, თუ თქვენ რა თქმა უნდა რომ ვიღაც ისეთი ადამიანი ჩაიფიქრეთ, ვისაც შეიძლება იზიდავდეთ. აქ ადამიანს აუცილებლად იზიდავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ ამ ადამიანში აღვიძებთ ზუსტად იმ ენერგიას, რომელიც მას სჭირდება, აღვიძებთ მასში ცოდნას და თითქოს მისი რაღაც გაჩერებული ცხოვრება, დაპაუზებული ცხოვრება, სადაც ჰქონდა უიმედობა, რაღაც ნეგატიური ფიქრები და ასე შემდეგ, თითქოს ამ მდგომარეობიდან გამოიყვანეთ. კიდევ მინდა რომ აქ დავამატო არკანები, რას ფიქრობს ადამიანი თქვენ შესახებ. თასების 10-იანი, კვერთხების 2-იანი და ხმლების პაჟი
იმპერატორი ქალით და პენტაკლების ცხრიანი. კონკრეტულად ამ არკანებიდან გამომდინარე, მე აქ გეტყოდით იმას, რომ ადამიანს საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვს თქვენთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ გამიმეორებ ძალიან ბევრ რაღაცაში შეიძლება არ გეთანხმებოდეთ და ნახეთ ადამიანი თქვენ ამ ადამიანისთვის პირდაპირ გაგებით ხართ რაღაც ოჯახის წევრი. ოჯახის წევრი ხართ თქვენ მისთვის. თუ თქვენ ისედაც ოჯახის წევრი ჩაიფიქრეთ, ანუ ბიოლოგიური თვალსაზრისით თქვენი არ ვიცი და ძმა, მამა, დედა არ აქვს მნიშვნელობავი. ამ შემთხვევაში ისედაც გასაგებია, ხო? ყველაფერი ცხადი არის, მაგრამ თუ ადამიანთან არ გაქვთ რაღაც ასეთი ურთიერთობა და ადამიანი ოჯახის წევრი არანაირად არ არის, ამ შემთხვევაში თქვენ ამ ადამიანისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ხართ, როგორც ოჯახის წევრი. იმიტომ რომ ადამიანი ასე გიყურებთ. და კი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებში შეიძლება გიპირისპირდებოდეთ, რაღაცები შეიძლება არ მოსწონდეს, აღიზიანებდეს კიდევაც, ან თვითონ გიშლიდეთ ძალით ნერვებს სადღაც. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ მისთვის ხართ ოჯახის წევრი, მისთვის ხართ საკმაოდ მნიშვნელოვანი ადამიანი და თქვენი რჩევის გარეშე ძალიან ბევრ ნაბიჯს არ გადადგამს ეს პიროვნება. თქვენი რჩევების გარეშე ძალიან ბევრ ნაბიჯებს არ გადადგამს. მიუხედავად იმისა, რომ გავიმეორებ, შეიძლება თქვენი გადმოსახედიდან ეს ასე არ ჩანდეს. ასევე ვინც ქალბატონები მიყურებთ, პირველი ვარიანტი თქვენ ამ ადამიანისთვის ქალის გარკვეულ ეტალონსაც კი წარმოადგენთ. თქვენ ადამიანი გიყურებთ როგორც ძალიან თვითკმარ პიროვნებას, დამოუკიდებელ პიროვნებას, რომელსაც არავინ არ სჭირდება შინაგანი ბედნიერებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ყველა ადამიანს გვჭირდება სოციალიზაცია. მოკლედ ამ არკანებში მე უფრო მეტად კარგს ხედავ, ვიდრე ნეგატიურს, უფრო ხედავ იმას, რომ ოდნავი რაღაც პასიური აგრესია შეიძლება იყოს, რაღაც პატარ-პატარა შურის ელემენტები, ის რომ რაღაცაში არ გეთანხმებათ ხოლმე, ეს ცოტათი აღიზიანებს ხოლმე, თქვენ რომ ცოტათი სხვანაირი აზრი გაქვთ, სხვანაირი აზროვნების სტილი, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ მისთვის მნიშვნელოვანი ხართ და შეიძლება ახლა ძალიან ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ადამიანი ძალიან ბევრ რაღაცას მოგითმენდათ. და ძალიან ბევრ რაღაცას მოგითმენთ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ეს ქვა ამოირჩიეთ. და ნახოთ, ახლა ნახეთ მეგობრებო, მეორე ვარიანტი, თქვენთანაც უფროსი არკანი ამოვიდა, არკანი იმპერატორი კაცი. და ამ შემთხვევაში თქვენ ადამიანი გხედავთ როგორც მტკიცე, თავდაჯერებულ ადამიანს, ასეთი მასკულანური ენერგიით. მასკულანური არა ნეგატიური და არა პოზიტიური გაგებით, არამედ უშუალოდ, აი თუ თქვენ მამაკაცი ხართ, ძალიან მამაკაცური მამაკაცი ხართ მის თვალში, ხოლო თუ თქვენ ხართ ქალბატონი, ადამიანი თქვენ გხედავთ როგორც ძალიან თავდაჯერებულ ადამიანს, როგორც ადამიანს, რომელმაც ყოველთვის იცის რა უნდა, ყოველთვის აქვს დასახული თავისი რაღაც მიზნები, როგორც ადამიანს, რომელმაც ასე თუ ისე ბევრს მიაღწია და კიდევ უფრო მეტს მიაღწევს აუცილებლად მომავალში. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას ფიქრობს მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ შესახებ. ნახოთ აბა. არკანი სამსჯავრო. არკანი კვერთხების ტუზი. მეგობრებო, სასწაულ ენერგიებს აღვიძებთ თქვენ ამ ადამიანში. და ენერგიების გამოღვიძება სხვათა შორის ნებითი ასპექტით იგრძნობა, ძალიან მძლავრი. რა თქმა უნდა, თუ თქვენ ვიღაც ნათესავი ან მეგობარი არ ჩაგიფიქრებიათ, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, ადამიანში ძალიან მძლავრ ვნებას აღვიძებთ, ძალიან მძლავრ სექსუალურ სურვილებს თქვენთან მიმართებაში. თუმცა როგორც პიროვნებაც ამ კუთხითაც თქვენ მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ხართ, ანუ ვერ ვიტყოდი რომ რაღაც უკაცრავად ასეთი გამოთქმისთვის, მაგრამ ფეხებზე კიდი ხართ ან რაღაც ასეთი, საერთოდ ვერ ვხედავ ამას, პირიქით ვხედავ რომ ძალიან აინტერესებთ როგორც პიროვნებაც, მაგრამ აი საკმაოდ მძლავრად დომინირებს ამ არკანებში სექსუალური ენერგია, სურვილი თქვენთან მიმართებაში, ვნება თქვენთან მიმართებაში. დავამატოთ არკანები რას ფიქრობს. სხვათა შორის ადამიანი ფიქრობს რომ თქვენ თასების 10-იანი აქაც, თასების 4-იანი, თასების 6-იანი, თასების 2-იანი. ნახეთ, თასები დომინირებს ახლა. ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ შეძელით მისი ან გამოყვანა რაღაც ნეგატიური მდგომარეობიდან.
ან პირიქით თქვენ რაღაც კონკრეტული სიტუაცია ძალიან გაუფუჭეთ. მესმის ძალიან აბსურდულად ჟღერს ერთ ვარიანტში ასეთი ორი თითქმის საპირისპირო ერთმანეთისთვის, მაგრამ ყოველი დასასრული არის რაღაც ახალის დასაწყისი. თუ ახლა თქვენ შორის კონტაქტი არ არის, აქ ადამიანს ძალიან ენატრება თქვენთან კომუნიკაცია, ძალიან ნოსტალგიური ემოციებში არის და განიხილავს კიდევაც იმას, რომ კონტაქტზე ხომ არ გავიდეო, ხომ არ მივწერო, ხომ არ დავურეკო. თუმცა თან ამავდროულად იგრძნობა ეს ცოტათი პასიური ენერგიებიც, რომ აი კი მინდა რომ კონტაქტზე გამოვიდე, კი მინდა რომ მივწერო, დავურეკო და ასე შემდეგ, მაგრამ აი ვერ ვბედევ, იქნება და რაღაც ცუდი მითხრას, იქნება და რაღაც ცუდად ხელი მკრასო, ხო? რაღაც ასეთ ფიქრებში არის ადამიანი, თუ კონტაქტი არ არის თქვენს შორის. ხოლო თუ კონტაქტი არის, ამ შემთხვევაში ადამიანს თქვენთან მიმართებაში აქვს ძალიან კარგი განწყობა, საკმაოდ კარგი დამოკიდებულება, იგრძნობა ძალიან ისეთი თბილი, მეგობრული ატმოსფერო თქვენს მხარეს მისი მხრიდან. და აი ნეგატიურის თვალსაზრისით მეორე ვარიანტიც საკმაოდ კარგი არის, ძალიან თბილი არის, ძალიან ახსავსე არის თბილი ენერგიებით. ბევრი თქვენგანი შემთხვევაში ისეც რეზონირდება, რომ ადამიანს მიაჩნია, რომ თქვენ ხართ მისი ეგრეთ წოდებული soulmate-ი, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ და ნახეთ ადამიანს ცოტათი უჭირს თქვენთან მიმართებაში ქმედება, იმიტომ რომ ბოლომდე შეიძლება ვერ ხვდებოდეს რა და როგორ გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს თქვენთან. ბოლომდე ამას ვერ ხვდება ხოლმე აშკარად. მაგრამ აი სულიერი კავშირი იგრძნობა მძლავრი თქვენს შორის. ძალიან ბევრს ფიქრობთ ერთმანეთზე. უბრალოდ ახლა ამ ეტაპზე შეიძლება გაბრაზებული იყოს. კარგით, სულ ეს არის მეორე ვარიანტი. უღრმესი მადლობა თქვენს და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, რას ფიქრობს აბა ვნახოთ. და აქ უკვე ამოვიდა უმცროსი არკანი, ხმლების რაინდი. ხმლების მეფე უკაცრავად. აქ უკვე მინდა რომ დავამატო არკანები. კონკრეტულად ამ არკანში რაღაც გარკვეულ ბრას ხედავ, ცოტა ნეგატიურ დამოკიდებულებას. რას ფიქრობს მესამე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ შესახებ, აბა? თასების ორიანი გავგიჟდები, კვერთხების ორიანი, ორიანები, თასების რაინდი. მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს თქვენთან მიმართებაში როგორც მინიმუმ ინტერესი აქვს, თუმცა უმეტესობასთან რეზონირდება, რომ არა უბრალოდ ინტერესი, არამედ თქვენთან კომუნიკაციის სურვილი, რაღაც სითბოს გამოხატვის სურვილიც აქვს აშკარად. მიუხედავად ამისა, ადამიანს აქვს ძალიან გაურებული დამოკიდებულება. და გაურებული დამოკიდებულება რა კუთხით? ადამიანი არის ძალიან ამბივალენტურობაში, იმიტომ რომ აქ უკვე იგრძნობა რაღაც ბრაზი, ცოტა ნეგატიური დამოკიდებულება. აი თითქოს ადამიანს ეწყინა არა, უფრო გააბრაზა რაღაც კონკრეტულმა თქვენმა სიტყვებმა ან ქმედებებმა, უფრო სიტყვებზე მოდის აქ ორიენტირი და ადამიანი ცოტა ნოსტალგიურ ემოციებშიც არის, იმიტომ რომ თქვენთან დროის ტარება უნდა, თქვენთან კომუნიკაცია უნდა, საუბარი უნდა, მაგრამ აი ბრაზი იგრძნობა საკმაოდ ინტენსიურად. თუ თქვენ შორის ახლა კონტაქტი არ არის, ამ შემთხვევაში გირჩევდით იმას, რომ კონტაქტზე არ გახვიდეთ ამ ადამიანთან, იმიტომ რომ დაგაიგნორებთ აუცილებლად. ასეთი იგნორის ცუდი გაგებით თავის დაფასების ენერგიები იგრძნობა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა რას ფიქრობს მესამე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ შესახებ. არკანი კვერთხების ცხრიანი. ნუ ადამიანს ახლა ამ ეტაპზე არ უნდა თქვენი ახლოს მოშვება. ადამიანი არის რაღაც თავის ფიქრებში, თავის ენერგიებში, თუმცა შორიდან აუცილებლად თვალს გადევნეთ ამ სოციალური ქსელების მეშვეობით, ან თუ საერთო მეგობრები, ნაცნობები გყავთ, ადამიანების მეშვეობითაც შეიძლება თვალს გადავნებდეთ, ხო? მაგრამ ადამიანი
უკაცრავად აშკარად პოულობს თქვენზე ინფორმაციებს ამა თუ იმ გზებით, გაკვირდებათ, მაგრამ აი ახლა თითქოს ასეთ გაციებულ ენერგიებშია. თუ თქვენ შორის არის კონტაქტი, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ პასიური აგრესია იგრძნობა, იმიტომ რომ გაბრაზებულია ისევ და ისევ, შორიდან გაკვირდებათ, აკვირდება თქვენ როდის შემოდიხართ სოციალურ ქსელებში, როდის გადიხართ. შეიძლება სხვათა შორის ესეც უბრალოდ ეს არ მოსწონდეს, რომ თქვენ არ წერთ ინტენსიურად ან რაღაც ასეთი სიტუაცია იყოს, თუმცა ეს ყველას არ ეხება. დავამატოთ კიდევ არკანები. რას ფიქრობს მესამე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ შესახებ? აბა პენტაკლების ცხრიანი. ნახეთ, ორიანები, ორიანი და ორი ცხრიანი. ამოვიდა კიდევ ერთი არკანი. და თასების 4-იანი. მეგობრებო, ერთი და იგივე ინფორმაციები დატრიალებს წრეზე სამივე ვარიანტში. თითქმის ერთი და იგივე, უბრალოდ ოდნავ განსხვავდება ვარიანტები. აქ მე ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი გაკვირდებათ, ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს, რომ იყოს ძალიან ისეთი თვითკმარი, ძალიან თავდაჯერებული, ცდილობს იმას, რომ აი არაფერში არ სჭირდებოდეთ. ცდილობს თავის რაღაც საქმეებზე კონცენტრირდეს, მაგრამ აი მონატრება, სინანულიც მოდის აქ ადამიანის მხრიდან, ნანობს რაღაცეებს, მაგრამ მაინც უფრო ბრაზის ენერგიებშია. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.